რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში დღეს ღია ბანკინგზე ვისაუბრებთ ელექტრონულ ტექნოლოგიაზე, რომელიც სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისთვის ინფორმაციის დროული გაზიარების და პროცესების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭირო ყველა ბანკის ანგარიშის ერთ სივრცეში მოქცევა შეგვიძლია. ფინანსური სექტორი გლობალურად სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის, თანამედროვე ციფრული ფინანსური ეკოსისტემის ფორმირება კი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრალური მიმართულება სწორედ ღია ბანკინგია. შედეგად ბოლო ერთი წლის მონაცემებით ღია ბანკინგის სერვისების გამოყენებამ საქართველოში 9.3 მილიონს გადააჭარბა. როგორია რეგულაციური ჩარჩო, რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის, რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს უახლოეს წლებში და რა იქნება შემდეგი ეტაპი, თემაზე სასაუბროდ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია გვერდდება სტუდიაში. მარიამ, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ღია ბანკინგი მასობრივი გამოყენების სერვისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გთხოვოთ ჩვენს მაყურებელს ავუხსნათ მარტივად თუ რა არის ღია ბანკინგი და რა შესაძლებლობებს იძლევა ის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, ღია ბანკინგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ციფრული ფინანსების განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს და საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის საბანკო ინფორმაცია, მონაცემები გაზიარდეს უსაფრთხო არხებით მესამე მხარესთან. ეს მესამე მხარე, რა თქმა უნდა იყოს შესაბამისად რეგისტრირებული და შესაბამის თანხმობაც უნდა ქონდეს ეროვნული ბანკისგან, იმისთვის რომ ჩაერთოს ღია ბანკინგში და ეს მონაცემები გამოიყენოს იმისთვის, რომ უკვე ისევ მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მასზე უფრო მეტად მორგებული სერვისები. აღსანიშნავია აქ, რომ მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო თანხმობის საფუძველზე, ან მომხმარებლის, ესე ვთქვათ, მკაფიო თანხმობა უნდა იყოს გამოხატული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია, რა მონაცემები შეიძლება გაზიარდეს ვისთან, რა თქმა უნდა, და რა მოცულობით, რა მომსახურების მიღების მიზნით. კი ბატონო, უსაფრთხოების ნაწილზე ოდნავ მოგვიანებით უფრო ცვლად ვისაუბროთ. ახლა კი თქვენი სტუმრობის მთავარ მიზეზზე გადავიდეთ. სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რაზეც დასაწყისშიც ვისაუბრეთ. საინტერესოა, რამ განაპირობა აღნიშნული მაჩვენებელი, რამდენად დიდი ნაბიჯია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რას უკავშირდება ძირითადად ის არის ტექნოლოგიური განვითარება, მომხმარებლის მოთხოვნა თუ? მოგახსენებთ, ანუ საკმაოდ ზარდი არის მოთხოვნა, როგორც ესე ვთქვათ, მესამე მხარის პროვაიდერებს, ანუ სუბიექტების მხრიდან, რომელსაც სურს რომ ჩაერთოს ღია ბანკინგში, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ დაემატა უკვე ახალი სერვისები, მომხმარებლისთვის უფრო მეტად საინტერესო ხდება ეს, ესე ვთქვათ, მასა უფრო მორგებული და ზოგი შემთხვევაში შეიძლება უფრო იაფი სერვისები, რაც შეთავაზებული არის უკვე ამ მესამე მხარის პროვაიდერების მხრიდან, შესაბამისად მოთხოვნაც იზრდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი არის უკვე ის მონაცემები, რაც მივიღეთ სტატისტიკური, თუმცა ეს არის მთლიან მოცულობაში ტრანზაქციების, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილი ჯერ კიდევ და ამაზე, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით, კიდევ უფრო ვითარდება ღია ბანკინგი ახალი სერვისების დამატებით თუ სხვა ტექნოლოგიების განვითარებით. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ უფრო გაიზრდება როგორც მოთხოვნა სუბიექტების მხრიდან, ასევე ამ სერვისების გამოყენება მომხმარებლების მხრიდან. უკვე 56,000-ზე მეტი მომხმარებელი არის აქტიური, რომელიც იყენებს ამ სერვისებს და როგორც დასაწყისში ახსენეთ 9 მილიონს გადააჭარბა სრულ ჯამურმა ტრანზაქციებმა და შესაბამისად მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. კი ბატონო, და მომხმარებლის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, საინტერესოა კონკრეტულად რა სერვისებს იყენებენ ისინი ყველაზე ხშირად და ასევე რამდენად ენდობა მომხმარებელი თავისი კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას. მოგახსენებთ, სრულ ამ ეტაპზე ღია ბანკინგის გამოყენებით 4 ჯგუფი არის სერვისების, რაც შესაძლებელი არის რომ ესე იგი გამოიყენოს მესამე მხარემ და მიაწოდოს სერვისები მომხმარებელს. ეს არის ანგარიშის ინფორმაციის აგრეგაციის სერვისი, ანუ როდესაც მომხმარებელს შეუძლია რომ ერთ აპლიკაციაში, ერთ სივრცეში ნახოს მისი სხვადასხვა ბანკის ანგარიშების ინფორმაცია, იქნება ეს ტრანზაქციებზე ინფორმაცია თუ ნაშთები. შემდეგი ჯგუფი არის გადახდის ინიცირების სერვისები, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს რომ გადახდის ინიცირება მესამე მხარის პროვაიდერის გამოყენებით განახორციელოს ანგარიშიდან ანგარიშთან ყოველგვარი პლასტიკური ბარათის თუ სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე. ასევე არის ინოვაციური, ესე ვთქვათ, ჩვენთვის არასტანდარტული ღია ბანკინგის სერვისები. ეს არის ციფრული ონბორდინგის სერვისი, რომელთაც საკმაოდ წარმატებულია და ძალიან ვამაყობთ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ონბორდინგი შესაძლებელი გახდა მესამე მხარის პროვაიდერებისთვის, ან თუ შეიძლება ეს იყოს თუნდაც მცირე ზომის ბანკი ან არასაბანკო ინსტიტუტი, რომელსაც სურს ახალი მომხმარებლის დამატება ციფრულ არხებში იმ ბანკის ინფორმაციის გამოყენებით, სადაც მომხმარებელს უკვე აქვს ანგარიში გახსნილი და უკვე არის რეგისტრირებული, მარტივად შესაძლებელია ციფრულად
უბრალოდ მომხმარებლის ონბორდინგი და რეგისტრაცია და მეოთხე არის უკვე სესხების და დეპოზიტების ინფორმაციის გაზიარება, რაც საშუალებას იძლევა, რომ მესამე მხარის პროვაიდერთან მივიდეს დაუყოვნებლივ ინფორმაცია მომხმარებლის მონაცემებზე. ეს ყველაფერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ უფრო ინოვაციური, შესაძლოა უფრო დაკლებ ფასით მომსახურება მიიღოს, რაც ეს არის ალბათ ერთ-ერთი мотиваციის მიზეზი. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ მომსახურება ინოვაციური არ აძლევს საშუალებას არსებული თავის საბანკო სივრცედაც არის წარმოადგენილი იქ მიიღოს იგივე მომსახურება, ან შეიძლება უფრო იაფი იყოს, ან უფრო მოსახერხებელი მისთვის, ანუ ესეთი ფაქტორები მოქმედებს მომხმარებელზე. კი ბატონო, და ამ მთელ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაცია. ხომასია. საინტერესოა ვისაუბროთ ახლა რეგულაციურ ჩარჩოზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, რამდენად არის ის დასავლური სტანდარტების შესაბამისი და რა მიმართულებით განიხილავთ თქვათ რეგულაციების ცვლილებას. ჩვენი რეგულაცია ქართული ღია ბანკინგი ეფუძნება ევროკავშირის რეგულაციას. საფუძველი არის ევროკავშირის რეგულაცია, რომელიც ესე ვთქვათ ქართულ სივრცეშიც გამოიყენება. ამ ეტაპზე ჩვენ დამატებითი სერვისები გვაქვს ასევე როგორც აღნიშნე ონბორდინგის და სესხების და დეპოზიტების ინფორმაციის გაზიარების კუთხით. ეს არის უბრალოდ ის შემდეგი ნაბიჯები, რაც რეგულაციურ დონეზეც უკვე ინიცირებული არის ევროკავშირის მასშტაბით და იგეგმება წლის განმავლობაში რომ დამტკიცდეს, ანუ ახალი რეგულაცია შემოვიდეს. შესაბამისად ჩვენ ესე ვთქვათ ერთ ნაბიჯით წინ ვართ უკვე ამ რეგულაციის ესე ვთქვათ შესაბამისობასთან ყოფნით და სრულად ეფუძნება იმ გამოცდილებას და იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირში არის და დასავლურ ქვეყნებში არის დანერგილი. ნებისმიერ პროცესს ბუნებრივია ახლავს გამოწვევები და ღია ბანკინგის მიმართულებაში მთავარი გამოწვევები, რომ დავაიდენტიფიციროთ საინტერესო უსაფრთხოების ნაწილზე ვისაუბრეთ. ჩვენ ეს რამდენად რჩება გამოწვევად? უსაფრთხოება, ანუ უზრუნველყოფილი არის სპეციალურ რეგულაციურ დონეზე, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი არის ის იგივე დონის მექანიზმებით, დაცვის მექანიზმებით, როგორც სტანდარტულ საბანკო, ესე ვთქვათ, საქმიანობებში, ციფრულ არხებში, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი, ესე ვთქვათ, მოთხოვნებიც არის დაწესებული მესამე მხარის პროვაიდერების მიმართ, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უსაფრთხო, ესე ვთქვათ, სივრცეში და ეს მონაცემების გაზიარება ხდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის არანაირი პირადი ინფორმაცია, რომელიც პაროლი იქნება თუ სხვა, ესე ვთქვათ, სენსიტიური ინფორმაცია არ გაამჟღავნოს მესამე მხარესთან და შესაბამისად ეს სტანდარტები, როგორც აღნიშნე, არის ყველაფერი მორგებული იმ მექანიზმებზე, რაც დაცვისთვის აუცილებელი არის ციფრულ არხებში. და ეს რეგულაციები და სტანდარტები ეხმარება ეროვნულ ბანკს, რომ დაიცვას ბალანსი ინოვაციებსა და უსაფრთხოებას შორის. ალბათ. და ასევე რა აფერხებს დღეს უფრო მეტ და სწრაფ განვითარებას, ამაზეც ვისაუბროთ ღია ბანკინგის საქართველოში. ღია ბანკინგის განვითარების, ესე ვთქვათ, ესეთი კონკრეტული შემოფერხებელი ფაქტორი ამ ეტაპზე რეგულაციურ დონეზე ან ეროვნული ბანკის მხრიდან არ არსებობს. პირიქით, კიდევ უფრო მეტ ნაბიჯებს დგამთ, რომ განვითარება მოყვეს და არ მხოლოდ შევჩერდეთ არ მხოლოდ ღია ბანკინგზე, არამედ ღია ფინანსებზე გადასვლისკენ გადადგმული არის უკვე ნაბიჯები, როგორც თქვი და კიდევ უფრო ღრმად ღია ფინანსები განვარტავ, რაც ნიშნავს ღია ფინანსები არის ღია ბანკინგის, ესე ვთქვათ, სტანდარტის და ღია ბანკინგის სპეციფიკის გავრცელება უკვე უფრო ფართო სპექტრზე, ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებზეც, როდესაც მომხმარებელს არა მხოლოდ საბანკო ინფორმაციის, არამედ სხვა საფინანსო სექტორში დაცული ინფორმაციის გაზიარებაც მოხდება მესამე მხარის პროვაიდერებისთვის, რაც გაზრდის, რა თქმა უნდა, მონაცემების მოცულობას, რაც ზიარდება მესამე მხარესთან და შესაბამისად უფრო მეტი ახალი ინოვაციური სერვისები იქნება შესაძლებელი, რომ შესთავაზონ მესამე მხარის პროვაიდერებმა მომხმარებლებს. და ამ ნაწილში იმაზეც რომ ვისაუბროთ, თუ როგორ ცვლის კონკურენციას ღია ბანკინგი ფინანსურ სექტორში. დიახ, მოგახსენებთ, ერთ-ერთი საშუალება არის ფინანსებში ღია ბანკინგი და ღია ფინანსები იმისთვის, რომ კონცენტრაცია შემცირდეს და გაიზარდოს კონკურენცია, რადგან მესამე მხარის პროვაიდერებს, ანუ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან მაგალითად მცირე ზომის ბანკები ან დაუშვათ ფინტეკ კომპანიები, ასევე შესაძლებელია იყვნენ ბიზნეს კომპანიები, მაგალითად დაინტერესება ჩვენ გვაქვს უკვე რით საცალო ვაჭრობის კომპანიებისგან ჩაერთონ ესე ვთქვათ ფინანსურ სერვისებში, ჩაიშენონ თავიანთ სერვისებში ან ახალი ინოვაციური მომსახურებები შესთავაზონ მომხმარებელს იმ მონაცემების დაყრდნობით, რაც აქამდე მხოლოდ ბანკში იყო თავმოყრილი და მხოლოდ ბანკს შეეძლო ამ მონაცემების გამოყენება. შესაბამისად ეს ზრდის მონაწილეთა რაოდენობას ბაზარზე, მომსახურებების რაოდენობას, ინოვაციურობას და საკმაოდ ეხმარება კონკურენციის გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. და რამდენად ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს ბიზნესისთვის
სერვისებისთვის სამმართველობაზეც გავამახვილოთ ყურადღება. კი, როგორც აღნიშნეთ, თუნდაც გადახდის ინიციირების სერვისზე რომ ვისაუბროთ, გადახდის ინიციირება ამ შემთხვევაში ღია ბანკინგის შესაძლებელი არის ანგარიშიდან, საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ საბანკო ანგარიშზე განხორციელდეს, ანუ შესაბამისად შუამავალი, ესე ვთქვათ, შუამავლის ფაქტორი აღარ მონაწილეობს, რაც ამცირებს გარკვეულწილად ხარჯებს და შესაბამისად საშუალებას აძლევს უკვე მომხმარებელს, რომ უფრო იაფი სერვისები მიიღოს სხვადასხვა მომსახურე პროვაიდერების მიერ. კი ბატონო, და ბოლოსკენ აუცილებლად ვისაუბროთ გეგმებზე, რა იქნება შემდეგი ეტაპი, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიან ჭრილშიც ეროვნული ბანკისგან რას ნოველებთ? კი ბატონო, ანუ როგორც აღნიშნეთ მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო იხვეწება არსებული სერვისები, კიდევ ახალი სუბიექტები ემატებიან და რაც ჩვენთვის უკვე ესე ვთქვათ ფაქტია, წინა წელს 2025 წელს უკვე 4 ახალი არასაბანკო ინსტიტუტი დაემატა და მიიღო თანხმობა ღია ბანკინგში ჩართვაზე, კიდევ გვაქვს მიმდინარე 3 ახალი განაცხადი და დაინტერესება ბევრად მაღალი არის, როგორც აღნიშნეს სხვა სფეროებიდანაც, მათ შორის სავაჭრო სფეროებიდანაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ასევე აღნიშნე ღია ფინანსები არის ჩვენთვის შემდეგი ეტაპი, რომელზეც რეგულაციურ დონეზე იქნება აუცილებლად ცვლილებების შესატანი და ამაზე მუშაობთ საკმაოდ აქტიურად, რომ ეს ღია ფინანსების ეკოსისტემის და მოდელის შემუშავება მოხდეს მაქსიმალურად საქართველოს სპეციფიკაზე მორგებით და შესაბამისად ეს სერვისები იყოს მაქსიმალურად გამოყენებადი და მომხმარებლისთვის დამატებითი ბენეფიტების მომტანი. გლობალურად ფინანსური ციფრული სერვისები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამის ნაწილი ვართ ჩვენც და სამაგალითოდაც შეიძლება გამოდგეს ჩვენი ქვეყანა. ამ ნაწილში თქვენი საუბრიდან ეს შეიძლება დავასკვათ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია საუბრობდა ჩვენს ეთერში ღია ბანკინგზე, რომელიც მუდმივად ვითარდება და საკმაოდ შთამბეჭდავია მონაცემები ბოლო სტატისტიკის მიხედვით.